გამარჯობათ. ადამი მოწყდა რეალობას, ფანტაზიებში წავიდა. მოინდომა, რომ ღმერთი გამხდარიყო. ეს სულიერი მდგომარეობა, რეალობისგან მოწყვეტა, მემკვიდრეობით დაგვიტოვა ჩვენ. ამის გამო, ადამიანები ვერ ვაფიქსირებთ ჩვენს ცხოვრებაში რა არის ნამდვილი პრობლემა და მეორე ხარისხოვან ან მეათასე ხარისხოვანი პრობლემებით ვართ დაკავებულები. ჩვენ ვშიშობთ ხოლმე, რომ პრობლემა არის ატომური იარაღი, ვირუსები, ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში, კლიმატის ცვლილება და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა პრობლემებია, მაგრამ ეს ყველა პრობლემა ამოზრდილია ერთი მთავარი პრობლემიდან. ეს არის ეშმაკთა არსებობა. მილიარდობით, ათასობით მილიარდი გაბოროტებული, სასტიკი, დაუნდობელი, უსხეულო პიროვნების არსებობა და ცხოვრება ამ პლანეტაზე. მინდა წაგიკითხოთ, რა წერია სახარებაში. გადმოგდებული იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი და მისი ანგელოზებიც გადმოყრილი იქნენ მასთან ერთად. ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით სავსე, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა. ადამიანური 8 მილიარდიანი მოსახლეობა, ეს არის ნამცეცი უმცირესობა ამ პლანეტაზე. ანგელოზთა მესამედი ზუსტად რამდენია, ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ საუბარია გაცილებით მეტზე, ვიდრე 8 მილიარდი. გონება ვერ აფიქსირებს ხოლმე, რომ აზრები, რომელიც მასში შემოდის, ეს მისი არ არის, რომ ადამიანი გარედან იმართება სხვისი აზრებით, რომ ის უშინაგანესი, სულიერი ზრახვები, რაც ჩვენში მოქმედებს, ჩვენში ცხოვრობს, რომ თურმე ეს ჩვენი არ არის. ადამიანებს ბავშვობიდან ტანჯავენ აკვიატებული აზრები. აიძულებენ, რომ დალიონ, მოწიონ, იმრუშონ, შეიგინონ, მოიპარონ. ღვთისმტრებად ზდიან აზრები და ადამიანი ამას პრობლემად ვერ აღიქვავს. მოღვაწეობითი ცხოვრება დაგვანახებს, რა არის ნამდვილი პრობლემა. მოღვაწეობითი ცხოვრება მოგვაშორებს ამ პრობლემას, რადგან ეს პრობლემა თავს წამოყობს, როცა ჩვენ გარდავიცვლებით და დიდ გზაჯვარედინზე დავდგებით. ღმერთმა გაგახაროთ.